თანამედროვე სამყაროში ინდივიდის ცნება ისე მყარად დამკვიდრდა, რომ მისი პოლიტიკური დატვირთვა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ფეოდალურ სამყაროში სათანადოდ არ ესმოდათ, რომ ინდივიდის საკუთარი ინტერესები ან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობა ჰქონდა. მაშინ ადამიანებს იმ სოციალური ჯგუფების წევრებად თვლიდნენ, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდნენ. ოჯახების, სოფლების, ადგილობრივი თემის ან სოციალური კლასისა. მათ ყოფასა და იდენტობას მნიშვნელოვანწილად იმ ჯგუფის ბუნება განსაზღვრავდა, რომელიც თავისი განვითარების გზაზე თაობიდან თაობამდე თითქმის არ იცვლებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეოდალიზმი ბაზარზე ძლიერ ორიენტირებულმა საზოგადოებებმა შეცვალა, ინდივიდების წინაშე უფრო ფართო არჩევანი და სოციალური პერსპექტივები გადაიშალა. მათ ცხოვრებაში შესაძლოა პირველად მიეცათ საშუალება დამოუკიდებლად იაზროვნათ და საკუთარი თავი პიროვნული კუთხით შეეფასებინათ. მაგალითად, ყმა, რომლის ოჯახმაც მთელი ცხოვრება ერთ ნაგლეჯ მიწაზე გაატარა, თავისუფალი ადამიანი გახდა. მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია, ვისთვის ემუშავა, ან სულაც მიწის მიტოვება გადაეწყვეტა და მზარდ ქალაქებში ეძებნა სამუშაო. ფეოდალური ცხოვრების საფუძველთან გრევამ ახალი ინტელექტუალური კლიმატი მოიტანა. ტრადიციული რელიგიური აზროვნება თანდათანობით რაციონალურმა და მეცნიერულმა ხედვამ შეცვალა. შედეგად, საზოგადოების შეფასებას ინდივიდის თვალსაჩინო დაედო. ინდივიდებში უკვე პიროვნულ და მათთვის დამახასიათებელ, ამასთან განსაკუთრებული ღირებულების მქონე თვისებებს ხედავდნენ. ამას მოწმობდა მე-17-18 საუკუნეებში ბუნებრივ უფლებათა თეორიების განვითარება. ინდივიდები აღჭურვინი იყვნენ ღვთისმიმადლებული ბუნებრივი უფლებებით, რომლებიც ჯონ ლოკმა ასე განსაზღვრა: სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება. ადამიანთა ღირსებისა და თანაბარი ღირებულების ასეთსავე შეფასებას გვთავაზობს გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი, რომლის კონცეფციის თანახმად ინდივიდი თვითმიზანია და არა სხვათა მიზნის მიღწევის საშუალება. ინდივიდუალიზმი არის რწმენა ინდივიდის უზენაესობისა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე. ეთნიკური ინდივიდუალიზმი გულისხმობს საზოგადოების ისე მოწყობას, რომ სახეირო იყოს ინდივიდისათვის. ამასთან მორალური თვალსაზრისით უპირატესობა ინდივიდის უფლებებს, საჭიროებებსა და ინტერესებს დაეთმოს. კლასიკური ლიბერალები და ახალი მემარჯვენეები ეგოისტურ ინდივიდუალიზმს ემხრობიან, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პირად ინტერესსა და თავდაჯერებულობაზე. ამათგან განსხვავებით, თანამედროვე ლიბერალებმა ინდივიდუალიზმის განვითარებითი ფორმა წამოაყენეს, რომელიც ინტერესის დაკმაყოფილების სწრაფობაზე მაღლა ადამიანურ წარმატებულობას აყენებს. როგორ აღიქვამს სიტყვას და მდგომარეობას, თავისუფლება, სხვადასხვა იდეოლოგიები.